გაჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველია ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მაშარი დარდო თუ ცუდი რამ შეგეთქვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ ჭარაძინგასი ტურბოზავრებო ყველა გაჩხით ტურბოზავრებო შევშლეთ თავ გადასავლეთ სხვებთან ერთად მამაღლა დაიძახე ტურბოზავრებო წინ ტურბოზავრები გამოგიჭირეთ ეს ხეები საშინლად გასივდნენ მე მგონი სხვა ვინმე გასივდა დო მართალია ძალიან ბევრს ჯამთორ დაჭერობანასაც ვეღარ გეთამაშებით კარგი რა გაიგონეთ როგორც ჩანს საგზაო კვანძი შენდება აი ეს მესმის ნამდვილი მშენებლობა როგორ მინდა რომ იქ ვიმუშაო ოცნება დარჩება იქ უჩვენოდაც უამრავი ტექნიკა აქვთ არაფერია შეუძლებელი ბულ როგორც ვიცი ტექნიკა ხშირად გამოდის წყობრიდან ამიტომ არავის არ გაუკვირდება თუ პატარა ცვლილება მოხდება ნამდვილად როცა მშენებლები წავლენ ტრაკი ღობეს აიღებს თორი და ბულიკი დანარჩენ მანქანებთან ერთად დადგებიან ავტოსადგომზე ზერი ყველაფერს ვიდეოზე გადაიღებს მე კატя და დოგი მომხდარს აქედან ვადევნებთ თვალს რაღაც დიდხანს ვართ უსაქმოდ ესე იგი გადაწყვეტილია ვიმხიარულად ყველანი მზად ხართ მაშინ ტურბოზავრებო წინ წესრიგია. მალე 9 საათი გახდება. მისვლას მივასწრებთ, წავედით. საეჭვო სიჩუმეა. გეგონება მშენებლობაზე მუშაობდნენ. მოკლედ, მოთამაშეების შეცვლამ წარმატებით ჩაიარა. ცხოველები კმაყოფილები არიან, საჩვენებელი გამოსვლების დაწყებამდე რამდენიმე წამი რჩება. და თორი სად არის? თორი მაგარია, მას გზის ცალკე მონაკვეთიანდეს.
როგორც ჩანს, ჩვენმა თორმა თავი გამოიჩინა. ყველა აღფრთოვანებულია მისი მუშაობით. არა და მთელი დიდება სხვა სერგო. განგაში. თურისთვის დიაგნოსტირების ჩატარება უნდათ. დიაგნოსტირების ჩატარება? კარგი, დავეხმაროთ. გამოგვივიდა. მაინც საწყენია. ბრიგადა ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში მივატოვე. იქნება ამან დაგამშვიდოს. გმირო. ფანტასტიკური ტექნიკა. ფანტასტიკური. ვინ ამბობდა, რომ ძალიან ბევრს ვჭამ? უბრალოდ ფანტასტიკურ მანქანებს ფანტასტიკურად ბევრი ენერგია სჭირდება. მართლა, სადილობის დროა. ო! დელი საათისთვის არ შევთანხმდით? ალბათ დაეძინათ. ჩვენც მოვედით. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამეცადინოდ მზად ვართ. კი, მაგრამ მე რა უნდა გავაკეთო, სანამ თქვენი მეცადინებთ? გზებზე არ ვმოძრაობ, ჩემი სტიქიაც არის. ეს მეცადინეობა არ მჭირდება. ეს მეცადინეობა ყველა სჭირდება, ქვეითად მოსიარულეებსაც. მართლა? კარგი. ხანდახან ქვეითი ვარ, იშვიათად. დღეს საგზაო ნიშნებს ვისწავლით, კატა ნიშანს გაჩვენებთ. თქვენ კი უნდა გვითხრათ, რას ნიშნავს. დაშვებულია მოძრაობა მხოლოდ პირდაპირ. სწორია? ქვეითთა გადასასვლელი. ხო. დიდი ამბავი. ეს ხომ ძალიან ადვილია. რაც ნიშანზე ხატია, იმას ნიშნავს. შემდეგი მე ვიქნები. მე ვარ. წინ დიდი ღობეა. არ არის სწორი. ეს ნიშანი შლაგბაუმის მქონე სარკინიგზო გადასასვლელს აღნიშნავს. დიდი ამბავი, ცოტა შემეშალა. თქვენ აქ იმეცადინეთ, მე კი ცოტას ვიფრენ. ნიშნებს პტეროდაქტილის ფრენის სიმაღლიდან შევისწავლი. კი ბატონო. კატა, გააგრძელე. რა საყვარლები არიან? ეს ნიშანი იმას ნიშნავს, რომ გზაზე შეიძლება გამოვიდნენ იხვები. მაგრამ ირემია დახატული. მე მივფრინავდი, გზაზე იხვი და იხვის ჩუკები გადადიოდნენ, მათკენ კი ავტომობილი მოკროდა. მე ყველა გადავარჩინე. ოჩახზერ, ნამდვილი გმირი ხარ. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ იხვებისთვის და სხვა გარეული ცხოველებისთვის გზაზე გადასვლა უსაფრთხო იყოს. იდეა მაქვს. ეს გზატკეცილია. გზის პირას საყრდენებს დავდგამთ. მათ დავადებთ გადასახურავს და მივდგამთ დახრილ, ასეთი რაღაცებია რა. პანდუსები, მათ პანდუსები ეწოდება. ზევიდან შეგვიძლია მიწა დავაყაროთ და ბალახი დავრგათ. და ეკოლოგიური გადასასვლელი გამოვა. ჩვენს დღეში რამდენიმე წაქცეული ხევნახე, მათგან მშვენიერი საყრდენები გამოვა. და პანდუსები. რა ლამაზი სიტყვა? პანდუსი? ეს ხეები ტყეში უნდა ვიპოვოთ და ტოტებისგან გავწმინდოთ. რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ტურბოზავრებო, წინ!
ჯერ უნდა დავდგეთ ნიშანი, საგზაო სამუშაოები. სწრაფად ვიზამ. ზერ, დო, გზასადევნე თვალი, ვინმე თუ გამოჩნდება, გაგვაფრთხილეთ. ვინმე თუ გამოჩნდება, ვიცი რაც უნდა გავაკეთო. თორ, შენ მიწაში ხვრელებს გაბურხავ. ტრაკ, შენ ამ ხვრელებში საყრდენებს ჩადებ. ანკი, შენ ტრაკს მორებს მიაწვდი გადასახურავად. ბულ, შენ გადასასვლელს მიწას დააყრი. ტურბოზავრებო წინ! რა კარგი ხიდია. ხვალ თესლს მოვიტან და მასზე ბალახს დავრგავთ. შეიძლება სანამ ვერავინ ვერ მხედავს, ამ ხიდზე გავისეირნო. რა თქმა უნდა, შეიძლება. შესანიშნავი კადრები გამოვიდა, მაგრამ რაღაც აკლია. რას გულისხმობ? ირმის ნახატიანი საგზაო ნიშანი აკლია. აქ ხომ გარეული ცხოველები გადავლენ ხოლმე. ყოჩაღზერ, მართალი ხარ? მეგობრებო, როგორ ხართ? რატომ მოიწყინეთ? მოსაწყენად ვისვენებთ. ძალიან ცხელა. თამაშის კი არ გვინდა. მაშინ მოდით ტბაზე წავიდეთ, ვიბანაოთ. ასეთ ამინჩი ტბასთან ალბათ ნახევარი ქალაქი შეიკრიბა. მთელი ქალაქი. იქნება არ არის, ზერ, გაფრინდი ნახე რა ხდება. ძლივს მოხერხებულად მომეწყვე. ზერ, გავიგე. უკვე მიფრინავ. ეს რა ამბავია? ახლა ზერი ყველაფერს გვიჩვენებს. ой, მოგახსენებთ, ხალხი აქ არ არის, მაგრამ წყალში შესვლა შეუძლებელია. რა საშინელება? ასე ამის დატოვება არ შეიძლება. შეგვიძლია ნაპირზე ნაგავი მოვაგროვოთ, მაგრამ რა ვუყოთ ნაგავს, რომელიც წყალშია? რამე უნდა მოვიფიქროთ. იდეა მაქვს. ტივს ავაგებთ, საიდანაც ბადეს ჩავაგდებთ და ყველაფერს მოვაგვარებთ. მერე კი ნაგავს ქალაქში წავიღებთ გადასამუშავებლად. ტივზე ვერ დავეტევით და თუ დავეტევით, ტივი ჩაიძირება. ვიცი რაც უნდა გავაკეთოთ. ველოსიპედი გამოვიყენოთ. ზგავსი რამ ინტერნეტში ვნახე. ტივი ველოსიპედის მეშვეობით იმოძრავებს. რა? ეგ როგორ? შეხედეთ, ეს არის ტივი, ცენტრში კი დავდგამთ ველოსიპედს, ტივს ის ამოძრავებს. მე ველოსიპედზე დავჯდები, კატია კი ბადეს გადააგდებს, თქვენ კი ტივის აშენებაში დაგვეხმარებით. შესანიშნავი იდეა. რამე გამოვტოვე? ტივი უნდა ავაშენოთ, რომ ტბა გადავარჩინოთ. ანკი, შენ მოტეხილ ხეებს შეაგროვებ და მე გადმომცემ. ტრაკ, შენ მორებს დაამუშავებ და ველოსიპედს დაამაგრებ. დუმფარებს და სხვა წყალმცენარეებს რა ეშველება? ძალიან ნაზებია. ბადე ღეროს თუ წამოედება, ღერო გადატყდება და მცენარე დაიღუპება. იქ სადაც მუმფარები იზრდება, ნაგავს ხელით მოვაგროვებთ. დო, შენ ნაპირიდან მიკარნახებ, რომ არაფერი არ გამომრჩეს. და მე?
ეს უსამართლობა, მეც მინდა გიკარნახო. შენ ზემოდან მთელი ტბის გაწმენდას გააკონტროლებ. გაკონტროლება შესანიშნავად მეხერხება. ტურბოზავრებო წინ! მზად არის. ნამდვილად გაცურავს? თუ ყველა ფაქტორს მივიღებთ მხედველობაში და კიდევ ველოსიპედის სიმძიმეს გავითვალისწინებთ და საერთოდ მიცურავს, ვაშა. ახლა ნაგავს შეაგროვებენ და ყველაფერი კარგად იქნება. შენ კი არ გჯეროდა. უბრალოდ ცუდათი ეჭვმებარებოდა. იქ კიდევ ერთი ბოთლია. კიდევ ერთი. აი, გამოგჭათ. ახლა კარგია. ფრთხილად, დუმფარები ახლოსაა. მათ გვერდით კონსერვის კილაა, უნდა მოაშოროთ. იქით კიდევ არის ნაგავი. იქითაც. რა რთულია მუშაობა. ახლა კი ტრაკი ნაგავს დაპრესავს. ჩვენ კი მას ქალაქში გადასამუშავებლად წავიღებთ. მომისმინეთ, ახლა ხან გამახსენდა. ჩვენ ხომ არ გვიბანავია. ოჰო, შეხედეთ როგორ წვიმს. იმედია შენს დაბადების დღემდე გადაიღებს. მოუთმელად ველოდები ბებიას დარეჩინიან ღვეზელს. სოფლიოში ყველაზე გემრიელი ღვეზელია. რასაწყენია? კარგი, ვეცდები რამე მოვიფიქრო. ვერ მოგვიტანენ იპოლიტის ღვეზელისთვის საჭირო პროდუქტებს. მეწყერმა გზა გადაკეტა. რამეს მოვიფიქრებთ, ბებია? რას ამბობთ, მართლა? ეს შესანიშნავი იქნებოდა. სიამაგვეცი ბებია, ყველაფერს მოვიტანთ. არაფერი არ არის შეუძლებელი. ჭექაქუხილი დამთავრდა. ძალიან საშიში ხმა ჰქონდა. ზეციდან საშინელი ხმა მოდიოდა, მაგრამ ვცდილობდი არ შემშინებოდა. ნუ მიღებ ფოტოებს, გარშემო საშინელი არეულობაა. გამარჯობა, მეგობრებო. თქვენთან არაფერი არ დაინგრა? არა, მაგრამ ყველაფერი ძირს ეყარა. ახლა ხან დავასრულეთ დალაგება. შესანიშნავია. დახმარება გჭირდება. აქ ჩვენ გარეში არაფერი გამოვა. ბულ, ანკი, თორ, გზა უნდა გავწმინდოთ. ჩვენ რას გვეტყვი? ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენ საყიდლებზე მივდივარ და საჭიროა რომ დომა მეწყერს შემოუაროს. ვგიჟდები საყიდლებზე, საქმეს მივხედოთ. ტურბოზავრებო წინ! მე გამომყევი. წინ! ზერს გახევიდო? ტრაკ, ხეებს და გაჭრებს მიხედე.
ანკი და თორ, ჩემთან ერთად წამოხვალთ, ტალახი უნდა მოვაშოროთ. კარგი. მე თორთან ერთად ვიმუშავებ. არა, ჩვენ ტალახთან ვიმუშავებთ. შეიძლება კიდევ ერთი მეწყერი ჩამოწვეს. ბორცვი ფხვიერი მეჩვენება. ღობეა საჭირო. ტრაკ ბოძებს მოამზადებ? ერთი საყრდენი უკვე მზადაა. მაგარია ტურბოზავრებო, ეს კი ბებიასთვისაა. დაბადების დღის ღვეძელის დროა. როგორ მოგწონს ღვეძელი? განსაკუთრებული საჩუქარია განსაკუთრებული მეგობრებისგან. დაბადების დღეს გილოცავთ იპოლიტ. რა მშვენიერი დღეა არა ტურბოზავრებო. ახლა კიდევ უფრო უკეთესი გახდება. იპოლიტს ძალიან მოეწონა თქვენი საჩუქარი და ეს გამოგიგზავნათ. ვის უნდა თკბილი ღვეძელი დარიჩინით? მე მინდა. მე მინდა, რა თქმა უნდა, მინდა. მეც მინდა დარიჩინიანი ღვეძელი. ძალიან მიყვარს. ძალიან გემრიელია. არა. ასეთი ფოტო უკვე გვაქვს. რამე ორიგინალური გჭირდება. მე მგონი უბრალოდ ჭირვეულობ ზერ. ქიში და შამათი. მოიცადე პეტია. სხვას რა უნდა გამეკეთებინა. ასე რომ იყოს. ქიში და შამათი. ისევ, კარგი. კიდევ ერთი პარტია ვითამაშოთ. კარგი. მე და კატია სათვალთვალო ბორბალზე გვინდა დაასვლა, მაგრამ ჯერ არ ჩაურთავთ. ამიტომ მთელი დღე თავისუფალი გვაქვს. ბორბალზე? რა ბორბალია? უზარმაზარი. გასართო პარკში. იქიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება. მართლა? დო ერთი იდეა მაქვს. დო? ვიცი რაც გვჭირდება. შენ ბორბალზე ახვალ მე კი გადაგიღებ. სიმაღლეზე იქნები და მთელი ქალაქი თვალწინ გადაგეშლება. აბა რა სიტყვი? მაპატიეზე არ ვარ ხასიათზე. დო! უნიკალური კადრი იქნება. აბა წარმოიდგინე. წარმოდგენაც არ მინდა. არსად არ წამოვალ, ვერ დამითანხმებ. რას ელოდები? აძვერი. იქ შენთვის საკმარისი ადგილია. თავი შეგიძლია ლუკიდან ამოყო. ზერ, ამ ბორბლის მართვა იცი? რა მართვა უნდა? ადვილია. მზად ხარ? წავედით. რა მაგარია, თელ ქალაქს ვხედავ. ყურადღება? ვიღებ. რა იყო? რა მოხდა? პანიკას ნუაყვები, ახლა დავუბრუნდები. ზერ მეშინია, ჩამომსვი.
არ შემიძლია. რაღაც გაიჭედა. ზერ იცი ვინ ხარ? ვიცი? თავად სრულყოფილება ვარ, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ არის. და მელოდე არსად არ წახვიდე. ჩვენებს მოვიყვან დასახმარებლად. მისმინე ბორა, ეს მე არ მომწონს. მაშინ წამოხვალ. არგი დაკეტილია, აქ რატომ მოვედით? გაიგონე? საშიში ხმა იყო? ქარის ხმა. აქ ჩვენ გარდა არავინ არ არის. პარკში დოს გადასარჩენად მივდივართ. ტრაკ შენ ფურგონში ჩაჯდები. ბულ შენ ფურგონს მიიბამ. კატა, მე და შენ ველოსიპედით წავალთ. ტურბოზავრება წინ! აბა, ვინ რას შემოგთავაზებს? მარტივია. ბორბალი უნდა დავატრიალოთ, რომ დოქვევი ჩამოვიდეს. ბურია და ფედი აქეთ მოდიან. არავინ არ გაინძრეს ზერ, დაიმალე. შეხედე, აქ მარტო არ ყოფილვართ. თქვენ აქ რას აკეთებთ? მე და ბეძებ კამათობთ. შესაძლებელია თუ არა ამ ლაბირინთის გავლა ნახევარსაათში? რა თქმა უნდა შესაძლებელია. მზად ხარ ეს დაამტკიცო. მაშინ დრო ჩაირთო. რა ჩაიფიქრე, კატა? ბულ, შენ ტრაკისთვის მოედანს გასწორებ. ტრაკ, შენ ბორბლებიდან დროს ჩამოიყვან. თორ და ანკი, თქვენთვის განსაკუთრებული დავალება გვაქვს. ბორე და ფედა ლაბირინთში უნდა შეაყვანოთ. რამე შეცვალეთ, შესასვლელი სხვაგან გადაიტანეთ. ტურბოზავრებო, წინ! მე რა უნდა გავაკეთო? დასგან თავი შორს დაიჭერე, როცა ჩამოვა. არაფერი არ მესმის. ეს ლაბირინთი ხუთჯერ მაინც გავიარეთ და 2 წუთში გამოვედით. ბაშა! ამოდი და დო ჩამოიყვანე. ბაშა! დო, ძალიან მიხარია რომ კარგად ხარ. ზერ, შენ! რო, ნახევარსაათი გეყოთ გამოსასვლელად. მოვყევით, ჩვენ გამოგიყვანთ. მოდი აქ. ასე არ შეიძლება. ახლა გეჩვენებ სერს. ფოტოგრაფი ვარ. მიშველეთ და მეხმარეთ. ისროლე. რა გააკეთე? შეუძლებელია ბურთი ბილიქზე ვისროლეს, შეხედე? აქ ნაკვალევია. რომელიღაც ცხოველი იყო და ყვავილები გააფუჭა. გამარჯობა, არ ვიცოდით რომ კატა გყავდათ. ჩემი არ არის. თვითონ მოვიდა. რამე თუ გააფუჭა, ჩემი ბრალი არ არის. რა ქვია? მე რა ვიცი. ბარსიქს ვეძახი. მეხმიანება. ბავშვებო, სადილობის დროა. ბევრი ვჭამე, ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო. ბებია, თემშების გარეცხოში დაგეხმარო? არ მინდა გმადლობ. მით უმეტეს ცხელი წყალი არ მოდის. წადით ითამაშეთ. ბარსიკ. რა მოხდა? ბარსიკი დაიკარგა. ალბათ გაიქცა. მე კი უკვე მივეჩვიე მას.
ბარსიკი ალბათ ჩორს გაიქცა. ახლა მისი მოძებნა გაგვიჭირდება. ბარსიკ! შეუძლებელი არაფერია. შეხედე, აი მისი ნაკვალევი. ვიპოვით და მეზობელს დაუბრუნებთ. ვიცი, ვინ დაგვახმარება. ალბათ დაიკარგა. რაზეა ლაპარაკი? კატას ვიპოვით. ხომ ასეა ზერ? უკვე მივფრინავ საძებნელად. ვიცი, სად არის ბარსიკი? ყველანი მომყევით. ბარსიკ! მე მგონი არ გვენდობა. ტორბოზავრებო წინ! რა, შეეცადე ფრთხილად ჩამოიყვანო. ჩამომარდება, როგორ ჩამოვიყვანოთ? ერთი იდეა მაქვს. იქნებ კიბე გავაკეთოთ. აი ასეთი. თორ, ადგილი მოასუფთავე. დო, კიბისთვის გამოსადეგი მორები მოძებნე. ანკი, აქ მოიტანე ისინი. ტრაკ, შენ მორებს დაჭრი. დამზღვევი ბაგერი. აი, თოკი მქონია. ზევით აიტანე. უილად ვიწვალეთ. ეს რა არის? მე მგონი ვიცი. მილებს სვლიან და ამიტომ გათიშეს ცხელი წყალი. არა, ოღონდ ეს არა. ბარსიკ, ბარსიკ! რატომ გაშეშდი? მიდი, დინოზავრებს დაუძახე. შეიძლება არ დაგვეჯეროთ, მაგრამ თქვენი დახმარება გვჭირდება. ისევ. ეს ადვილი არ იქნება. ერთად მეგობრულად მოვკიდოთ ხელი საქმეს და შევძლებთ. ტრაკ, შენ მილს ასწევ და დაათვალიერებ. თუ შიგნით კატა არ იქნება, მილს მე მომცემ. მე კი მას ტრანშიაში ჩავდებ. ანკი, შენ მილს ბეტონის საფარველი დაფარავ. თორ, შენ მიწას დააყრი. ჩვენ რა გავაკეთოთ? თქვენ ყველაზე საპასუხისმგებლო ამოცანა გაქვთ. თვალყური ადევნეთ, რომ კატა არ გამოხტეს და არ გაიქცეს. აქ არის. აქ არის. დაიჭირე. დაიჭირე, არ გაიქცეს. არ გაიქცეს. თქვენ რა ყველა მილი ჩააწყვეთ? ახლა ცხელწყალს უფრო მალე გამოუშვებენ. კატა ვიპოვეთ, შეხედეთ? ბარსიკ, დაბრუნდი. დიდი მადლობა. რატომ გაიქეცი? ან რისთვის? სახლში ყოფნა უკეთესია, ასე არ არის, ბარსიკ? რა თქმა უნდა. ახლა ეს არის შენი სახლი. შესანიშნავად გამოიყურები. არა, ეს ყვავილები არ მიხდება. რამე უფრო ნათელია საჭირო. რამე უფრო გემრიელი? ლამაზი. იციდო? ყვავილების უმრავლესობა უკვე დაჭკნა. აი, ასე ხდება ყოველთვის. დღე დიდია. რამეს აუცილებლად ვიპოვით. ზერ, თორ, ანკი. მოდი დოს ყვავილები მოვუძებნოთ. მე ჯერ არ მისაუზმია, არც მისადილია და არც მივახშმია. თორ,
საუზმის წინ გასეირნება ძალიან სასარგებლოა. შეხედე, რა ლამაზი ყვავილია. სათმენი ხარ? სასარგებლო გასეირნება უკვე გქონდა. ახლა საუზმის დროა. თორ, რა მოგივიდა? რელს ფეხი წამოუკარი. რომელ რელს? რას ამბობ, ტყეში ვართ? რელსები რკინიგზაზეა. აქ საიდან დაინახე რკინიგზა? რკინიგზა არ დამინახავს. მაგრამ არის. რომელიმე კუნძს სამოკრავი ფეხს და რელსი გეკონებოდა. აქ მსგავსი არაფერია, მხოლოდ გამხმარი ფოთლები. ხომ გითხარი? ეს შეუძლებელია. თუ შესაძლებელია. წარმოუდგენელია. სენსაცია! ძველი სარკინიგზოლია და გივიპოვეთ. და ურთქლმავალი. ნამდვილია? მასზე მგზავრობა შეიძლება? ოდესღაც შეიძლებოდა. ახლა ალბათ დაჟანგებულია. რა ლამაზია. კარგი იქნებოდა მისი შეკეთება. დო, ეს ალბათ შეუძლებელია. შეუძლებელი არაფერია. ძრავის გათანამედროვება შეიძლება. მერე? რელსებს წრეზე დავდებ და საკუთარი ატრაქციონი გვექნება. წრიული რკინიგზა. ზერ, ის მხარე დაასკანერე და გეტყვის შემდეგ რა გავაკეთოთ. ერთი წუთით? ჩვენ დაგჭირდება შპალები, რელსები, სიმაფორი და ძრავი. პრინტერზე დავბეჭდოთ. ბულ, შენ მათ ადგილამდე მიიტან. თორი და ანკი წაქცეულ ხეებს გაიტანენ, რომ ხელი არ შეგვიშალონ. ტრაკი ძრავს დააყენებს, შემდეგ კი რელსებსა და შპალებს დადებს. მე კი მცენარეებს გადავრგავ, რომ არ დავაზიანოთ. ტურბოზავრებო, წინ! რკინიგზა მზად არის. ახლა მატარებელი უნდა მოვაწესრიგოთ. შესანიშნავად ვიმუშავეთ. ხვალ ჩვენი მატარებელი პირველ რეისში ასრულებს. მე მანქანე ვინ იქნება? მე მანქანე, მე ვიქნები. ქუდი მჭირდება? ოღონდ მითხარით? რა გამოვქაჩო და რას დავაჭირო? ზერ, მე მანქანე რომ გახდე, ჯერ უნდა ისწავლო. აღიარეთ, ვინ სწავლობდა მე მანქანეობას? გილოცავთ, ჩვენი მატარებელი ვერ სადაც ვერ წავა. არ ინერვიულოთ, მატარებელი ზუსტი განრიგით გაემგზავრება. ხვალ თქვენ თვითონ ნახავთ ყველაფერს. ოდესღაც ასეთ ორთქლმავალზე ვიწყებდი მუშაობას მანქანის დამხმარედ. რამდენი მოგონება მაქვს? კარგი, დროა გავემგზავროთ. წინ ჩემო დამხმარევ. რომ სტეპან პეტროვიჩი ადრე მე მანქანით მუშაობდა. ჩემთვის მოუყოლი ამბობდა რომ სამსახური ენატრება. ყველაფერი გადავიღე. მესამედ ვუყურებთ. რა ლამაზი ყვავილებია. ეს სტეპან პეტროვიჩმა თავის ბაღში მოიყვანა და მე მაჩუქა. ჩვენ კი ვიფიქრეთ რომ შენ ძალიან მოგიხდება.
ბავშვებო, გთხოვთ სტეპან პეტროვიჩთან გაიგეცით და გითხეთ, დახმარება ხომ არ სჭირდება. დილიდან რაღაცას ხერხავს, რაღაცას აჭედებს. კარგი ბებია, ვკითხავთ. ой, რას აკეთებთ? ძველ გამოუსადეგარ ფარდულს ვშლი. ცოტაღა დამრჩა. თუ გინდა დაგეხმარებით. გმადლობთ. ფიცრების მილაგებაში დამეხმარეთ. ესეც ასე. მის ადგილას ყვავილების დარგვა შეიძლება. მართლა, ახლა რაღაცას გაჩვენებთ. ეს პატარა სახლია. ხის სახლი ჩიტებისთვის. რა მაგარია? ამის გაკეთება და ხეზე დამაგრება კარგი საქმეა. ჩიტებს გადარჩენაში ეხმარება. საოცარია. მერე კი ადამიანებს მხოლოდ ჩიტების დანახვა კი არა, მათი გალობაც აბედნიერებს. რა საინტერესოა? თქვენმა ბებიამ რომ ჩაის დასალევად დამპატიჟა. კარგი, ფიცრებს მერე მივალაგებ. ამას კი თქვენ გჩუქნით, სადაც გინდათ იქ დაკიდეთ. დიდი მადლობა. სტეპან პეტროვიჩ, არინარვეულოთ ფიცრებს ჩვენ თვითონ მივალაგებთ. მოდი ტურბოზავრებს ვაჩვენოთ. ფიცრებს რა ვუყოთ? დაუბრუნდებით და მივალაგებთ საღამომდე ბევრი დრო გვაქვს. საფოსტო ყუთი. ეს სახლია. სახლი ჩიტებისთვის. შესანიშნავი სახლია. მეც ხომ თითქმის ჩიტი ვარ. მეც მინდა სახლი. მოდი მართლა ავუშენოთ ძერს სახლი. შესანიშნავი იდეაა. რის განავაშენოთ? რატომღაც აქ აგურებს ვერ ვხედავ? აგურებს ვერ დაგბერდებით. აი ფიცრები კი გვაქვს. ოღონ უნდა წამოვიღოთ. სტეპან პეტროვიჩის სახლთან დევს. ტურბოზავრებო, წინ. რა კარგი კადრი გააფუჭე. მე გავაფუჭე კადრი. გააფუჭე? მე ვთქვი გოლომაზე მეთქი. ფარდულის ადგილას სტეპან პეტროვიჩს ყვავილების დარგვა უნდოდა. ეს ადვილია. მაგარია. დო, არ მიმატოვო. ბოლომდე ასე ვიაროთ. ტურბოზავრებო, წინ. ტრაკ ცოტა ფრთხილად. ფრთხილად. შენ ხომ მეკობრისთვის აშენებ სახლს? ასეთ სახლებს ჩიტებს იმიტომ უშენებენ, რომ თავიანთი სიმღერით ყველა გააბედნიერონა. მე ისედაც ვაბედნიერებ ყველას, მაგრამ სიმღერა ჯერ არ მიცდია. ზერ, შეწყვიტე. რა იყო? საერთოდ არ მოგეწონა ბულ? ჯობია გუგუ დაიძახო, გუგულივით. ამისთვის სიმღერის ნიჭი საჭირო არ არის. გუგუ. 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 გუგუ.
ბავშვებო, რა ყოჩაღები ხართ? გოგო საოცარია. ზუსტად 3 საათია. რა ჭკვიანი გუგულია? გამარჯობა მეგობრებო, რას აკეთებთ? რბოლისთვის ვემზადებით. მაგარია. და რა რბოლა? რბოლა დაბრკოლებებით გამარჯვებული ტურბოზავრების თასს მიიღებს. ბული, ტრაკი, ისევ ბული? აი 20 წერია. 4ჯერ. თორიც არის, ზერიც. ეს დიდი ხნის წინ იყო. ახლა უკვე არ დაურბივარ. ისე აერიდან ვაკვირდები. ანკი სად არის? მისი სახელი აქ არ არის. ანკი აქ არ არის, რადგან არც ერთხელ არ მოუგია. არ უმართლებს. ანკიმ თქვა, რომ აღარ მიიღებს მონაწილეობას რბოლაში. საერთოდ ის მუხლუხა ტექნიკაა. აბსოლუტურად მართალიცაა. მას ხომ ბორბლების მაგივრად მუხლუხებიც აქვს. თქვენსავით სწრაფად სიარული არ შეუძლია. არც მე მაქვს ბორბლები, მე რა. ერთხელ მოვიგე კიდევაც. შენც შეადარე ტრაკ. შენი ერთი ნაბიჯი მის 10 ნაბიჯს უდრის. ეს ხომ რბოლა. უძლიერესი იმარჯვებს და ასე. მე იტყვით რომ მეგობრები ხართ. მითხარი დო, რამდენჯერ წაუყვანი ხარ ბუქსირით? ჰა? თორ, დინარეში როცა ჩავარდი, ვინა მოგიყვანა? აბა რა გავაკეთოთ? ერთი იდეა მაქვს. ისევ რბოლა. ყოველ წელს ერთი და იგივე. მომბეზრდა. ანკი, გამარჯობა. გამარჯობა. აქ მარტო რატომ ხარ? ყველანი ტრასაზე გელოდებიან. არ მინდა. კარგი რა, ანკი. უშენოდ რას იზამენ? ვინ არის ყველაზე ჭკვიანი? ანკი. ვინ ახმარება ყველას? ანკი? ჰო. ადრე იოლი ტრასები იყო. აი რთულ ტრასაზე კი სადაც ფიქრია საჭირო, არავინ არ იცის ვინ მოიგებს. არ ვიცი. შენ ხომ სინამდვილეში სწრაფი და მოხერხებული ხარ? მაგრამ მე მუხლუხები მაქვს, კატია. მათ კი ბორბლები. სხვათა შორის მუხლუხები ძალიანაც კარგია. მით უმეტეს რთულ გზაზე. მაშასე, ძველი მუხის უკან მოსახვევი იქნება. ფრთხილად იყავი. მერე კი ორმოები და ბორცვები იწყება, ამიტომ ყურადღება არ მოადუნო. ყველა მონაწილე მოემზადოს. ტურბოზავრებო? წინ! ანკი მიდი, გას მიაჭირე. რბოლისთვის ვემზადებით. ანკი ყოჩაღ, მიდი სწრაფად, მიდი, ცოტა დარჩა.
ანკი 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 ოჩახ ანკი ანკი გაიღიმეთ კამერაში არ იყუროთ არა და შეიძლება და მე ყოფილიყავ იმის ადგილას. ტრაკ, შემდეგ ვრბოლამდე 1 წელი გაქვს. მოემზადე. რამდენი ხანია არ უწვიმია, ყვავილები გახმება. ბებია, შეხედე როგორი ღრუბლებია, აუცილებლად იწვიმებს. ღმერთო ჩემო, ეს ჩვეულებრივი წვიმა არ არის, ნამდვილი ჭექა-ქუხილია. ბედა, გადა, ჩქარა სახლში შევიდეთ. არა, ჯერ ყველა ვაშლი უნდა დავკრიფო. მართალი ხარ, მოვდივარ. რა მოგივიდა? ჭექა-ქუხილი მხოლოდ ხმაურია, მისი არ უნდა გეშინოდეს. აი, ელვა კი სულ სხვა საქმეა. იმიტომ რომ ელვა უმართავი ელექტროობაა. ელვამ შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს და ადამიანს ზიანი მიაყენოს. ეს სკოლაში ვისწავლეთ. მე მგონი ჭექა-ქუხილი აღარ არის, გარეთ გავიდეთ. მოიცადე, მგონი ვხედავ რომ ტყეში რაღაც იწვის. სად? შეხედე, ცოტა ხნის წინ იმ ადგილას მეხი გავარდა. ბებია, ტყე იწვის. ახლავე მე ხანძრებს დავურეკავ. შევეცადოთ მეხანძრების მოსვლამდე ჩავაქროთ ცეცხლი. მართალი ხარ, მაგრამ მარტო ამას ვერ შევძლებთ. ამიტომ ჩვენს მეგობრებს უნდა დაუძახოთ. თქვენი დახმარება გვჭირდება, რომ ხანძარი ჩავაქროთ. ეს რთულია მოცანა. რთულია, მაგრამ შეუძლებელი არა. აქ ტბა არის. არხს თუ გავიყვანთ, აი ასე, და წყლით გავავსებთ, ცეცხლი აღარ გავრცელდება. და შენმა გეგმამ რომ არ გაამართლოს? ცეცხლი ქალაქს მოუახლოვდება. ხალხი უნდა გავაფრთხილოთ. დოცა იყვანე და მეზობლები შემოიარე. ზად უნდა იყვნენ თუ ევაკუაცია გახდება საჭირო. ჩვენ კი არხს მივხედავთ. ტურბოს დავრებო წინ! თორ და ბულ, თქვენ არხს გათხრით. შენ ამ მხრიდან, შენ იქიდან. აქ ძალიან ბევრი გამხმარი და მოტეხილი ტოტიყრია. ერთი ნაპერწკალიც რომ მოხვდეს. ტრაკ, გამხმარი ტოტები შეაგროვე. ანკი, შენ კი ისინი ცეცხლისგან შორს წაიღე. მე რა გავაკეთო? შენ ზევიდან უყურე ცეცხლი საით გავრცელდება. კარი ჩვენს მხარეს უბერავს. ცეცხლი უკვე ახლოსაა, ჩრდილოეთ აღმოსავლეთით. სად? ტრაკ, ნუ შეყოლდები. გმადლობ, კატя. ყველაფერს მოვამზადებ, რაც ევაკუაციის დროს არის საჭირო. ჩვენ უკვე მზად ვართ. ესე იგი ხანძარია? მე კი ვაშლის დაკრეფა ვერ მოვასწარი. კარგი, რას ვიზამ? შენ კი ყოჩაღ რომ ყველას აფრთხილებ. მართლა ყოჩაღი ხარ. ყოჩაღ. ყოველი შემთხვევისთვის გაგაფრთხილეთ. იქნებ ხანძრის შეჩერება შევძლოთ.
საშა, გამოგვივიდა. იმიტომ რომ ერთი გუნდი ვართ. მეგობრების გუნდი. საოცარი კადრებია. რა კარგი კადრები გამოვიდა. ცეცხლი, კვამლი, ყველა არხს თხრის. მარტო მე არ ვარ ამ ფოტოებზე. ო, რადგან შენ იღებდი? მე ხანძრეები მოდიან. ახლა ცეცხლს ჩააქრობენ. ფოტოების გადაღება უნდა მოვასწრო. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.